თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ფშაველიაბა ნოომალოს დამაკავშირებელი გზის 27 კილომეტრზე გადაუღებელი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მასამ თუშეთისკენ მიმავალი გზა ჩახერგა. ადგილობრივების ინფორმაციით მეწყერში არავინ მოყოლილა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ჯინვალი ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით ბოლო 1 წელში სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 101%-ით ლიმონი გაძვირდა. 37%-ით მოიმატა ფასმა კარტოფილზე. გაძვირდა კომბოსტომზე, სუმზირის ზეთი და ნაყინი. ფასება მოიმატა საავადმყოფოს მომსახურებასა და ტკივილ-გამაყუჩებელ მედიკამენტებზე. ინდონეზიაში ბალის სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა. ბორტზე 65 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 31 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოადგილე გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი ლიკვიდირებულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით გუდკოვი 2 ივლისს სოფელ კორენოვოზე უკრაინული ჰაიმარსის სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა.